მოგესალმებით, მინდა გესაუბროთ ულტრაბგერითი სკანირების სიბრტყეებზე. რენტგენოლოგიურად სხეული იყოფა სამ განსხვავებულ სიბრტყედ. ეს არის საგიტალური, კორონალური, იგივე ფრონტალური და განივი სიბრტყე. განვიხილოთ თითოეული. საგიტალური სიბრტყე სხეულის გრძელი ღერძის პარალელურია. ეს არის ვერტიკალური სიბრტყე, რომელიც სხეულის შუა ხაზზე გადის, წინა უკანა მიმართულებით და სხეულს ყოფს ორ სიმეტრიულ ნახევრად, მარჯვენა და მარცხენა ნახევრად. კორონალური ანუ ფრონტალური სიბრტყე სხეულის გრძელი ღერძის პარალელურია. ეს სიბრტყე არის ვერტიკალური განივი მარჯვნიდან მარცხნივ მიმართული სიბრტყე, რომელიც სხეულს ყოფს წინა და უკანა ნაწილებად. განივი სიბრტყე სხეულის გრძელი ღერძის პერპენდიკულარულია და იგი სხეულს ყოფს ზემო და ქვემო ნაწილებად. რისთვის გვჭირდება სკანირების სიბრტყეები? სკანირების სიბრტყის საშუალებით ვადგენთ ულტრაბგერითი სხივის სხეულში შესვლის მიმართულებას და აი ამ კონკრეტული მიმართულებიდან ვხედავთ საკვლევი სტრუქტურის კონკრეტულ ნაწილს. სკანირების სიბრტყეები ხშირად ირიბია. ირიბი სკანირების სიბრტყე საშუალებას გვაძლევს დავინახოთ საკვლევი სტრუქტურის ყველაზე დიდი კიდეები, უკიდურესი კიდეები. განვიხილოთ თითოეული სკანირების სიბრტყე. საგიტალური სკანირების სიბრტყისას ულტრაბგერითი სხივი სხეულში შედის წინა ან უკანა მიმართულებით და ამ დროს ვხედავთ საკვლევი სტრუქტურის წინა, უკანა, ზემო და ქვემო ნაწილებს. აქვე შენიშვნა. საგიტალური სკანირებისას არ ჩანს საკვლევი სტრუქტურის მარჯვენა და მარცხენა გვერდითი ნაწილები და იმისთვის, რომ გამოჩნდეს, საჭიროა გადამწოდის გადაადგილება საგიტალურ სიბრტყეში მარჯვნივ ან მარცხნივ. კორონალური ანუ ფრონტალური სკანირებისას ულტრაბგერითი სხივი სხეულში შედის მარჯვენა ან მარცხენა გვერდითი მიმართულებით და ამ დროს ჩვენ ვხედავთ საკვლევი სტრუქტურის ლატერალურ მარჯვენა ან მარცხენა მედიალურ ზემო და ქვემო ნაწილებს. აქვე შენიშვნა. ფრონტალური ანუ კორონალური სკანირებისას არ ჩანს საკვლევი სტრუქტურის წინა და უკანა ნაწილები და იმისთვის, რომ გამოჩნდეს, საჭიროა გადამწოდი გადაადგილდეს ფრონტალური სიბრტყიდან წინა უკანა მიმართულებით. განივი სკანირების სიბრტყისას ულტრაბგერითი სხივი სხეულში შედის წინა, უკანა ან გვერდითი მიმართულებიდან და შესაბამისად წინა ან უკანა მიმართულებიდან შესული სხივი საკვლევი სტრუქტურის წინა, უკანა, მარჯვენა ლატერალური, მარცხენა ლატერალური ნაწილების ვიზუალიზაცია შესაძლებელი. როდესაც სხივი შედის მარჯვენა ან მარცხენა გვერდითი მიმართულებიდან, შესაბამისად ჩვენ ვხედავთ საკვლევი სტრუქტურის მარჯვენა ან მარცხენა ლატერალურ, მედიალურ, წინა, უკანა ნაწილებს. აქვე შენიშვნა. განივი სკანირებისას არ ჩანს საკვლევი სტრუქტურის ზემო და ქვემო ნაწილები. ამისათვის საჭიროა განივი სიბრტყიდან გადამწოდის გადაადგილება ზემო ან ქვემო მიმართულებით. მინდა განვიხილო მოკლე და გრძელი ღერძის ტერმინები. ეს ტერმინები გამოიყენება ცილინდრული სტრუქტურების ვიზუალიზაციისთვის. მოკლე ღერძი ეს არის სიბრტყე, რომელიც საკვლევი სტრუქტურის გრძელი ღერძის პერპენდიკულარულია. ხოლო გრძელი ღერძი ეს არის სიბრტყე, რომელიც საკვლევი სტრუქტურის მაქსიმალური სიგრძის პარალელურია. აქვე გეტყვით, რომ სხეულის სტრუქტურის ვიზუალიზაცია ხდება გრძივი ვიზუალიზაციით ან ღერძული ვიზუალიზაციით, იგივე აქსიალური ვიზუალიზაციით. გრძივი ვიზუალიზაციისას ჩვენ ვხედავთ საკვლევი სტრუქტურის სიგრძესა და სიღრმეს, ხოლო ღერძული ანუ აქსიალური ვიზუალიზაციისას ჩვენ ვხედავთ საკვლევი სტრუქტურის სიგანესა და სიღრმეს. ვიდეოზე თქვენ ხედავთ გულის პარასტერნალურ მოკლე ღერძს და მეორე ვიდეოზე ჩანს გულის პარასტერნალური გრძელი ღერძი. პარასტერნალურ მოკლე ღერძზე გადავდივართ, შეგახსენებთ ბრუნის გადამწოდის 90 გრადუსიანი ბრუნის საშუალებით გრძელი ღერძიდან საათის ისრის მიმართულებით. მოდით შევაჯამოთ მიღებული ინფორმაცია. ესე იგი, ჩვენ უკვე ვიცით სკანირების სიბრტყეები,
რამდენი გვაქვს, კონკრეტული სკანირების სიბრტყისა საკვლევი სტრუქტურის რა ნაწილს ვხედავთ, ვიცით მოკლე და გრძელი ღერძის ტერმინები და რა დროს გამოიყენება ის და საკვლევი სტრუქტურის ვიზუალიზაცია, რამდენი როგორია გრძივი და ღერძული იგივე აქსიალური. მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ ვიდეომდე.